მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ჩვენი 340 და პირველ რიგში მოგილოცავთ დამდეგ შოუ გაახალწეს, გისურვებთ საუკეთესო წელი ყოფილიყოს და რავი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან 8 თვეა რაც ჩვენი YouTube არხი გავხსენით და უკვე 14000-ნი ვართ. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, ჩვენი 340 ძალიან ბევრმა ვკითხა თუ რა ეტაპზე იყო, სად იყო, როგორ იყო და რა მდგომარეობაში იყო. ჩვენი 340 აი დღეს გამოიყურება ესე შესანიშნავად, შევიქვენით საახალწლო გარემო, ასევე შეგიქმნით თქვენ ჩვენ გამომწერებს საახალწლო გარემო და დღეს თბილისის ქუჩებშიც გავალთ და მოდი სხვები გულებიც გავახალისოთ. რაც შეეხება შესანიშნავ ნაძვისხეს, როგორ მოხდა ჩვენ 340 კვადროზე. მოგეხსენებათ კვადროა და არ ზანოსნობს და არ სრიალობს და ამ ნაძვისხესაც მორთვა ჭირდებოდა და მოდი ეხა ერთად ვნახოთ თუ როგორ მოვთეთ ეს ძალიან მაგარი ნაძვისხე. ბესიკ, გაუშვი კადრები ძმაო. შენ ძმა წინა ცხოვრებაში კაუბოი ხო არ იყავი? ჩვენ 340 რაც შეეხება ჩვენ ბოლოს გავიარეთ 100-200 3 ერთში და 200-250 2-2-ში. მის შემდეგ ჩვენ ბანზე აღარ გავსულათ 100-200-ის გასაწესად, არც 200-250-ის, რადგან რაღაცაებს ნაწილებს ველოდებოდი, ძალიან ბევრი ნაწილი ჰქონდა შეკვეთილი და ძალიან ბევრი ნაწილი ჩამოსული იყო და უკვე დასაყენებელი იყო მანქანაზე. ეს მანქანა მოგეხსენებათ 1500 ხენზე ყავს აწყობილი და ტურბო ძრავზე კი არ გვიკიდია, ტურბოზე ძრავი გვიკიდია და ცხელი კოლექტორი იყო მოსახსენია, ცხელი კოლექტორი რომ მოუხსნათ ჩვენ 340-ზე უეჭველი ძრავი უნდა ამოვიღოთ, ისე ვერანაირად ვერ მოხსნით და მოგვიწია ძრავის ამოღება, მაგიტო გაგვეწელა ზოგადად ეს პერიოდი, მაგიტო არ ჩანდა ჩვენი 340-ზე, ძრავი ჰქონდა მანქანიდან ამოღებული და ძრავი თუ რატო ჰქონდა ამოღებული, რა გავაკეთეთ, რა შევცვალეთ, ყველაფერს გეტყვით აუცილებლად, მაგრამ ეხა არა, ცოტა ხანში დაელოდეთ ამ ვიდეოს, არ გადაახვიოთ მეგობრებო. მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააკომენტარეთ, დალაიქეთ, გადააზიარეთ და დაწერეთ კომენტარებში დღევანდელი აი ეს შესანიშნავი ვიდეო და სხვა ვიდეოები როგორ მოგეწონათ, ზოგადად ჩვენი YouTube-ში მოსვლა როგორ მოგწონდა ჩვენი ვიდეოები. ძალიან ბევრ კომენტარებსაც ვკითხულობ, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი, ძალიან ბევრი კი არა, ყველა დადებითი კომენტარია და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ ამისთვის და მოდი ეხა ვნახოთ ჩვენი ლამაზი თბილისი, ჩვენმა მაგარმა ბესომ როგორ გადაიღო ჩვენი 340-ით და მე ისევ დაგიბრუნდებით თუ რა ნაწილები დავაყენეთ და რა გავაკეთეთ 340-ზე გეტყვით ყველაფერს.
როგორც გითხარით, მეგობრებო, ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებდით ჩვენ 340-ზე თუ რა გავაკეთეთ და გეტყვით, რომ ძალიან დიდი ხნის შეძენილი გიდრომუტა მთელი ეს ზაფხული, რის გამოც დრაგებზე ტოპ 16-დან ტოპ 32-დან ტოპ 8-დან ვეთიშებოდით, ჩამოვიდა და დავაყენეთ ჩვენ 340-ზე მეგობრებო, რადგან გიდრომუტა გვჭირდება 0-დან ასაჩქარებლად. ჩვენ ჯერ 402 მეტრი არ გაგვიზომია და მაგიტო არ გვიდევს ახალი დროები 412-ზე და იანვარში ამ ახალ წლებს, ძველით ახალ წლებს ჩავატარებთ ლამაზად 7-დან და მე უკვე დავიწყებთ ახალი დროების გატესტებს, ახალი დროების დადებებს და ერთად ვნახავთ მოკლედ ყველაფერს. ნუ, გიდრომუტა ჩამოვიდა და უკვე აყენია ჩვენ 340-ზე. რაც შეეხება კიდე რა დავაყენეთ? მაგასაც გეტყვით ეხლავე. ასევე ძალიან ბევრი ნაწილები შევცვალეთ კაპოტ ქვეშას და მოდი ეხა ავხადოთ მეგობრებო და რატო ამოვიღეთ ჩვენ 340-დან ძრავი, ყველაფერს დეტალურად გეტყვით. მოდი ეხა დავიწყოთ თუ რა შევცვალეთ, გეტყვით ყველაფერს მეგობრებო. ჩვენ ასევე ჩამოვიყვანეთ გაკეთებული 340 ინდიგოსგან ჩამოვიყვანეთ. ინდიგო არის ავტოიმპორტიორი კომპანია, საქართველოში ჩამოყავს ამერიკიდან მანქანები მეგობრებო და ძალიან მაგარი ტარიფები აქვს, ძალიან მაგარი კომპანია და ძალიან ბევრი ავტომობილი მყავს უკვე მე თვითონ ჩამოყვანილი ინდიგოთი და მე ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნებით, მიმართეთ მეგობრებო და არინანებთ, დამიჯერეთ და ნუ რატო მოვყევი ეს ამდენი რაღაცა ჩვენ გაკეთებულ 340 რო ჩამოვიყვანეთ იმიტომ რომ ჭირდებოდა ამის დონორი, ანუ ამ მანქანას ჭირდებოდა რაღაც გარკვეული ნაწილები და მაგ 340-ზე ყველაფერი ეყენა და ვიყიდეთ, გავასტოკეთ და მაგ გასტოკებულ 340-საც აუცილებლად გადავიღებთ, აგერ მე და ჩემი ბესო და შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ კადრებს. ეხლა მოდი ბესო ჩემთან და დავათვალიეროთ თუ რა შევცვალეთ და რა შესანიშნაობა მივიღეთ მეგობრებო. პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, ამოვიღეთ ძრავი, რადგან ცხელი კოლექტორი და დაუნფაიფი იყო შესაფუთი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტურბო გვიყენია ჩვენ 340-ზე, ძალიან დიდი ტემპერატურას გამოყოფდა კაპოტში და წინა ვიდეო ჩვენ დავდეთ სუპრის ვიდეო, ტატომ ფუხაშვილმა დაამატა ძალიან მაგარი სერვისი, ცხელი კოლექტორების შეფუთვა, მასალით იფუთება, რომელიც სადღაც 50%-ზე ამცირებს ტემპერატურას კაპოტში. ამაზე რომ კოლექტორი მოგვეხსნა, შესაბამისად ძრავი უნდა ამოვიღოთ, რომ კოლექტორი მოუხსნათ. მაგიტომაც ამოვიღეთ ძრავი, მოუხსენით კოლექტორი, მოუხსენით დაუნფაიფი, წავიღეთ ტატოსთან შევფუთეთ თავიდან ბოლომდე ტემპერატურა გამძლე მასალაში და ასევე ჩვენ მქონდა ტურბოს წინა ნიჟარა შეღებილი ოქროს ფრად. ნუ ჩვენ ავდექით ტურბოს წინა ნიჟარაც თან პარალელურად უხეში დრაგი რო იყო თავი რომ მოვაჭერით. შესაბამისად ახალი შევუკვეთეთ, ჩამოვიდა ვერცხლისფერი და გადავწყვიტეთ რომ ფერი შეგვეცვალა, რადგან მანქანა იყო შავი ფერის და დაბრენდილია იასავნისფერი წითელ ფერებში, ჩვენც ავდექით და ტურბოს წინა ნიჟარა შევუღებეთ მუქი წითლად, ანუ ასევე შევუღებეთ ინტერკულერი ჩვენ გვეყენა შავი ალუმინის და ჩვეულებრივად ალუმინის ინტერკულერის მოხსენით ეგეც წითლად შევუღებეთ და ეხა ჩემ ბესოს ვთხოვ რომ ჩადოს ძალიან მაგარი კადრები, გადაუღოს კაპოტს შიგნით არის, აი რავი, არ ვიცი რა, მე ძალიან მომწონს და იმედია თქვენც მოგეწონებათ. მომწონს ზოგადად პროექტი, ისე როგორიც არის ეს პროექტები, მანქანა მარტო არ უნდა გარბოდეს, მანქანა ლამაზიც უნდა იყოს და უნდა გარბოდეს კიდევაც და ჩქარიც უნდა იყოს და მე ზუსტად მაგ მხარეს ვარ, რომ რომელი მანქანაც გარბის, ხაფანგი არ უნდა იყოს შესანიშნავად გაკეთებული ყველაფერი და ოქროს ხელები უნდა ეტყობოდეს. ნუ არ ვაკეთებ მეგობრებო, მართლაც მაგარია წყობილი მანქანაა და ზოგადად გეუბნებით, რომ აი ძალიან დიდი ხანი ვაწყობ, თუ რამე არ მოგვეწონება 10 ჯერი ხსნით დავაყენებ და სანამ იმ შედეგს არ მივიღებთ, რომ ჩვენ მოგვეწონოს, მანამდე არ მოგვაქვს თქვენამდე და არ გვინდა რომ ესე რაღაცა უცბად რაღაცა დავაყენე და აი ნახე მოვედი და დავაყენე გითხრათ რა. ნუ მოკლედ ძალიან მაგრა ვაკეთებთ ყველაფერს და ძალიან მაგარი გაკეთებული 340-ია ზოგადად ეს. ალუმინის ჩარჯ-ფაიფი არ გვინდოდა მეგობრებო და ნერჯავეიკიდან გვინდოდა ლამაზი იდეალური ჩარჯ-ფაიფი რო გამოსულიყო და ჩვენც ავდექით და ფლიანეცები რაც ჭირდებოდა ნერჯავეიკას მივედით ჩიპმეიკერასთან, დაუტოვეთ ეს ალუმინი და გამოგვატანა ნერჯავეიკის ფლიანეცები, რომელიც უკვე დავაყენეთ დროსელზე, ტურბოზე და ავაწყოთ ნერჯავეიკის ჩარჯ-ფაიფი. ჩარჯ-ფაიფი ძალიან ლამაზია და ბესოს ხორო ჩასვას ეცეც კადრში. ასევე ჩვენ გაკეთებული 340 რო ჩამოვიყვანეთ, პირველ რიგში მანქანის ყიდვის იდეა იყო კრიშკა, სახურავი, პლასმასი. ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს ჩვენ ძრავების გადაღებული, სულ პრობლემურია ზეთი გაზი და ნუ ესე შემდეგ. როცა დიდი ტურბო აყენია მანქანაზე და ძალიან ბევრი ბუსტ ბერავს 3 ბარს, 4 ბარს, უმჯობესია კრიშკა ეყენოს ალუმინის, რადგან
ცოტა ბუსტი კარტერშიც კარტერში ჩადის და კარტერიდან ამოდის და კრიშკას აწვება. უსამრთხოვთ რო იყოს ეგ ყველაფერი, ჯობია რომ ალუმინის ეყენოს და იმ 340-ზე ზუსტად ეგ კრიშკა იფარა, ჩვენს აუდექით მოუხსენით და გადმოვიტანეთ ჩვენ 340-ზე და ამ კადრებსაც ჩავსვამთ. ვარგას ტურბოს კრიშკა არის ძალიან ძვირი ღირს და ნუ რავი, რო 340 არ ქონოდა ვიყიდით, მაგრამ კაია რომ მაგ 340-ს ქონდა და ჩამოვიდა ჩვენამდე და ჩვენ მეორე 340-ზე უკვე აყენია და თავის საქმეს გააკეთებს და რავი, უსაფრთხოდ ვიქნებით. ნუ ეს ყველაფერი გავაკეთეთ, შევღებეთ, ჩამოყვა მანქანას, მოხსენით გადმოვიტანეთ და ძრავი ამოღებული ოქონდა ყველაფერი დაუსბორეთ. ვაფშე აბსოლუტურად ძრავი ჩაუდგით, დავქოქეთ, გიდროუნტა დავაყენეთ, ყოლოფის დავაყენეთ და მე აუდექით აი ესეთი ლამაზი განათებებით შევფუთეთ და შემოგთავაზეთ ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო და რავი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან თბილი კომენტარებია, ძალიან მოხარული ვარო ჩვენი ყველა პროექტი მოგწონთ და რავი, შემდეგ წელში უფრო მაგრა აუჩქარდებით, უფრო მაგრა გავივლით 100-200-ს და მაგასაც შემოგთავაზებთ და დღევანდელ დღეს რაც შეეხება დაგემშვიდობებით მეგობრებო, გადააზიარეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და მომავალ 2026 წელს დაელოდეთ და ძალიან მაგარ ვიდეოებს დაელოდეთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვიდეოები გვაქვს გეგმაში და ძალიან ბევრ რამეს გავათამაშებთ თქვენთან ერთად. მე კიდე გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. თუ დღეს უყურებთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. შეგვეძლო ჩვენი დანაპირები, რომ თქვენთვის არ შეგვესრულებია თუ რა შესანიშნავად. მე შენ გვერდში ვარ ბესიკი, ნუ ნერვიულო. ზურგის ქარი მირტყავს შემიძმა და ცოტა ტურბოს ტრაქს მიუშვე, რა გავთქვენ.